ისევ განათლების საკითხებზე. მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და სტუდიაში სტუმრად მობრძანება ვთხოვეთ ამ პროგრამის მენეჯერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ბატონ კახა ერაძეს. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში წელს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები ინერგება. ამ პროცესში მონაწილეობს ყველა მხარე, ინტენსიურად იმართება შეხვედრები კოლეჯების წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან, პედაგოგებთან და სხვა. მიმდინარეობს დასანერგად აუცილებელი, მოსამზადებელი სამუშაოები და დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ახლა კი მინდა შეგახსენოთ პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები 240 91 92 ან 240 92 92 და რამდენიმე წამში ჩვენ სტუმარს თქვენთან ერთად მივესალმები. ჩვენ და სამწუხაროდ მეტად ფეხმოკლედ გვესმის სიკარგე ცოდნისა და სწავლა განათლებისა. ჩვენ იგი მოგწონს, როგორც იმის თანამორთულობა, იმის თანასამკაობი, რომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დალიოს. იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში. ილია ჭავჭავაძე. ბატონო კახა, მოგესალმებით და პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებ სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო კახა, ალბათ თავდაპირველად ჯობს საზოგადოებას შევახსენოთ, როდის წამოიწყეთ ეს პროგრამა და ცენტრმა ეს პროგრამა და რა უძღოდა ამას წინ, რატომ გახდა აუცილებელი ამ პროგრამის განხორციელებაზე ფიქრი? დიახ, სანამ ამ კონკრეტულ საკითხზე გადავალ, მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ არსებობს ასეთი გადაცემების ციკლი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც განათლების სისტემა ქმნის ზოგადად მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი ძვრები ყველა ფორმატში აღენიშნება გახლავთ პროფესიულ განათლებაში და მოლოდინები და პროფესიულმა განათლებამ ზუსტად ის ფუნქცია უნდა იტვირთოს და შეასრულოს, რასაც შრომის ბაზრის სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრებით უზრუნველყოფა ქვია, რა თქმა უნდა, განათლების უფრო მაღალ საფეხურებთან ერთად. რაც შეეხება პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, ეს გახლავთ ცალკე მდგომი პროგრამა, თუმცა ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, დიახ, ფარგლებში. თვითონ პროგრამა დაიწყო 2013 წელს, ანუ წელს უკვე ჩვენ გვაქვს მესამე წელი, როცა ეს პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელებას წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ ჩატარებული ტექნიკური დახმარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქართველოში პროფესიულ განათლებაში არსებული მდგომარეობის შეფასება და ასევე იმ ნაბიჯების დაგეგმა, რაც უნდა გადაიდგას, რომ ქართული პროფესიული განათლება დაუახლოვდეს ევროპული განათლების სივრცეს. და სწორედ იმ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში იქნა დადებული ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ქართული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შემუშავებულიყო იმგვარად, რომ მას უკეთ უზრუნველ ეყო სამუშაო ძალის მიწოდება ბაზარზე. 2013 წელს მოხდა უკვე ამ მეთოდოლოგიით პირველი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიზნით სტანდარტებზე მუშაობა, პროფესიულ სტანდარტებზე, რომ განვმარტოთ ჩვენს მსმენელს, პროფესიული სტანდარტი, ეს გახლავთ აღწერილობა პროფესიისა, ანუ როცა ვახსენებთ ჩვენ, ვთქვათ, ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს, რაც გულისხმობს ეს პროფესია თავის შინაარსში, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა დღეს საქართველოში, შრომის ბაზრის, თქვა თუნდაც ეს ელემენტარული კვლევა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ დასაქმების პორტალზე, როცა შევდივართ,
ვხედავთ, რომ სხვადასხვა პოზიციისათვის, თანამდებობისათვის, სრულად განსხვავებული კვალიფიკაციის ადამიანებს ითხოვენ დამსაქმებლები. ანუ თვითონ დამსაქმებელსაც კარგად არ აქვს გაცნობიერებული ხშირ შემთხვევაში ის კვალიფიკაცია, რომელიც მას რეალურად სჭირდება, რათა დაასაქმოს ესა თუ ის პირი. ანუ პროფესიული სტანდარტების შემუშავება დაიწყო და დღეისათვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს დაახლოებით 150-მდე სხვადასხვა პროფესიული სტანდარტი. აი დამსაქმებლები თუ იყვნენ მაშინ თუ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ეს გახლავთ სწორედ ამოსავალი წერტილი. მანამდე ჰქონდა პროფესიული სტანდარტები, რომელსაც რა თქმა უნდა ინიციატორი მხარე და ხშირ შემთხვევაში ეს იყო თვითონ საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებდა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვერ ვიზღვევდით თავს, რომ სტანდარტი იყო მუხიბლელი დასახელების სახელწოდების, რომ სტუდენტი მოსულიყო და ესწავლა ამ სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროგრამებზე. თუმცა ეს ნაკლებად ასახავდა დამსაქმებლის რეალურად საჭიროებებს. ახალი პროფესიული სტანდარტების შექმნის მეთოდოლოგიური საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ სტანდარტი დამსაქმებელმა უნდა შექმნას და ეს არის ყველაზე დიდი ღირსება ალბათ ამ ახალი მიდგომისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ანუ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, განათლების სისტემა თვითონ არის სერვისის, ანუ მომსახურების მიმწოდებელი და ნებისმიერი მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს შეკვეთა, რომლის მიხედვითაც ის მიაწოდებს იმ მომსახურებას, რაზეც შეკვეთა იქნება მიღებული. სწორედ შეკვეთის მიღების პროცესია პროფესიული სტანდარტის შექმნა. ანუ მეთოდოლოგიას ქვია DACUM მეთოდოლოგია, ეს არ გახლავთ ინგლისური აბრევიატურა Development of Curriculum, სადაც იკრიბება დაახლოებით 10-12 სხვადასხვა დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩართულობის სურვილი ძალიან დიდია ხოლმე, თუმცა დიდ ჯგუფებში მოგეხსენებათ მუშაობა ნაკლებად ეფექტური ხდება და მეთოდოლოგიით ითვლება, რომ ოპტიმალური ეს გახლავთ 10-12 დამსაქმებელი. თუმცა შერჩევის დროს ჩვენ მხედველობაში გვაქვს თვითონ ბიზნესის ზომა, არის საშუალო, მსხვილი და ვთქვათ მცირე ბიზნესი, რათა ყველას ინტერესი იქნას წარმოდგენილი პროფესიულ სტანდარტში და აუცილებლად გენდერული თანაფარდობა და აუცილებლად რეგიონალური ჭრილი. ანუ ეს არ იქნება მხოლოდ თბილისის ბიზნესისათვის, ეს იქნება მთელი საქართველოსათვის და რეგიონალურ ჭრილში თანაბარი მონაწილეობა უზრუნველყოფს, რომ მთელი საქართველოს მოთხოვნებს ემსახურება სტანდარტი და მუშაობის პროცესი გრძელდება რამოდენიმე დღე და მას ხელმძღვანელობას უწევს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ორი ფასილიტატორი. ეს გახლავთ დარგის გამოჩენილი სპეციალისტი და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ცნობილ პროფესიონალებთან მოგვიხდა მუშაობა როგორც ფასილიტატორებთან. ანუ თქვენ რომ ნუსხას გადახედოთ, ესაა ძალიან შთამბეჭდავი, მათ შორის სახელოვნებო მიმართულებით, მათ შორის კულინარიის მიმართულებით, აი სწორედ ის ცნობილი სახეები საქართველოში, რომლებიც ამინს ქმნიან ამ პროფესიებში, გახლავან ჩვენი ფასილიტატორები და მათთან ერთად ასევე დგას განათლების ფასილიტატორი, რომელმაც იცის, თქვათ, ეს ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია პროფესიონალებისაგან როგორ მოაქციოს განათლების ფორმატში. ანუ საერთო ჯამში ჩვენ ისე იული საქმე ნამდვილად არ არის, ძალიან შრომატევადი საქმეა და საერთო ჯამში ჩვენ ვიღებთ, ასე ვთქვათ, პროექტს პროფესიული სტანდარტისა. რატომ არის სტანდარტი კიდევ აუცილებელი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცით, რომ მიგრაციული პროცესები საქართველოში უცხოეთთან არის საკმაოდ ინტენსიური და ხშირ შემთხვევაში გაგვიგია ალბათ, რომ მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც საქართველოში იყო დაფასებული თავის სფეროში, წავიდა უცხოეთში და იქ ვთქვათ, ელემენტარულ პროფესიაზეც კი ვერ დაიწყო მუშაობა. და ხშირ შემთხვევაში ეს გახლავთ, ვთქვათ, ოჯახის მომვლელი და ასე შემდეგ, ანუ მაღალი დონის პროფესიონალები ასე მუშაობენ. ეს რატომ? იმიტომ, რომ არ არის აღიარებული. არ მოხდა აღიარება დიახ უცხოეთში, საქართველოში მიღებული კვალიფიკაციებისა. მას შემდეგ ჩვენ რაც გვექნება ჩვენი პროფესიული სტანდარტები და გვაქვს უკვე მოგახსენეთ რამდენიმე ათეული პროფესიული სტანდარტი, ისინი განთავსდება ქართულ საგანმანათლებლო პორტალზე, ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც უცხოელ დამსაქმებელს ასევე ექნება საშუალება ნახოს, რომ რას გულისხმობდა ეს კვალიფიკაცია საქართველოში. და თუ გულისხმობდა იმას, რაც მას სჭირდება, ეს ბევრად გაადვილებს სწორედ ადამიანების დასაქმებას უცხოეთშიც. მეორეს მხრივ, ვიცით, რომ ინვესტიციების პროცესი არის ინტენსიური.
და ვთქვათ ქართული საზოგადოება სწორედ ურჩივის იმას, რომ დასაქმებულია ჩინელი, დასაქმებულია თურქი და რატო არა დასაქმებული ქართველი. ესეც გახლავთ ასევე ინვესტორის დარწმუნების მეთოდი, რომ სწორედ ის კვალიფიკაცია, რომელიც საქართველოში ისწავლება, არის ის, რაც მას სჭირდება დასაქმებისათვის. ანუ ინვესტორი რწმუნდება, უცხოელი დამსაქმებელი რწმუნდება, რომ ეს ნამდვილად ის კვალიფიკაციებია, როცა აღწერს ჩახედავს, რომელიც მას დასაქმებისათვის რეალურად სჭირდება. და გარწმუნებთ, რომ ეს კვალიფიკაციები სრულიად თავსებადია თავისი სახელწოდებით და შინაარსით უმეტეს შემთხვევაში ევროპულ კვალიფიკაციებთან, თუმცა მასში შეტანილი არის ქართული თავისებურებებიც, ქართული ბიზნესიდან გამომდინარე. ჩვენ მახსენებთ ევროპულ კვალიფიკაციებს, თუმცა აი იქ სადაც ამ კვალიფიკაციას ანიჭებენ, ალბათ ძალიან საუკეთესო გარემოა იმისთვის შექმნილი იგივე ტექნიკური აღჭურვილობა, ხა ჩვენ ვიცით რომ ვითარდება ტექნიკა წინ მიდის. აი ჩვენ რას ვაკეთებთ ამ პროექტის ფარგლებში, რომ შევუქმნათ პირობები იმისთვის, რომ აი ეს სტანდარტი მიენიჭოთ და კვალიფიკაცია მიენიჭოთ და სტანდარტის მიხედვით შეისწავლოთ პროფესია. კი ბატონო, იცით ეს ძალიან კომპლექსური შეკითხვაა და ნებავებოდეთ მაშინ მე თვითონ დავყო რამოდენიმე ნაწილად, თუნდაც პროცედურულად, მას შემდეგ რაც სტანდარტის პროექტი შეიქმნება, ის საჭიროებს ვალიდაციას. ანუ განმარტოთ ეს ტერმინი, რას გულისხმობთ კონკრეტულ შემთხვევაში. კი, ვალიდაცია რო განმარტოთ, ეს გახლავთ შექმნილი დოკუმენტის ვარგისიანობის კიდევ ერთხელ შემოწმება. როგორ ხდება ვალიდაცია? ანუ ჩვენ ვახსენეთ, რომ შეზღუდული ვართ და კომპანიაში დამსაქმებლების ჩართულობისა, ამის შემდეგ ის ეგზავნება დამსაქმებელთა საკმაოდ ფართო წრეს. და ვეუბნებით, რომ ჩვენ შევქმნით ასეთი პროექტი, ხომ არაფერს დაამატებდით, ან ხომ არაფერია ზედმეტი. სწორედ ასე მოსული კომენტარებიდან ხდება კიდევ ერთხელ კორექტირება და კომპანიაზე შეკრება და სხვა დამსაქმებლის მოსაზრებების გათვალისწინება, რის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საქართველოში დამსაქმებელთა უმეტესობასთან, ანუ ძალიან ფართო წრესთან შესაძლებელი არის თუ არა, ვთქვათ, დაწყებამდე, ხო, ამას გულისხმობ კონკრეტულად ამ ტერმინითაც. ამის შემდეგ შემოწმება. კი, ამის შემდეგ ზოგიერთ ისეთ, ვთქვათ, პრინციპულად მნიშვნელოვან კვალიფიკაციებს, რა თქმა უნდა, ყველა კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია და ყველა კუთხით დასაქმება ღირსეულია. თუმცა არსებობს, ვთქვათ, ქვეყნის მიერ აღიარებული პრიორიტეტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ვალიდაცია გავატაროთ ასევე უცხოელი ექსპერტების მიერაც. ხო, აი ვინ დაგიმოწმებთ იმას, ვთქვათ, რომ ეს არის კი, ვინ დაადასტურებს, რომ ეს ნამდვილად თავსებადია, სწორედ იმ სივრცესთან, საიდანაც ქვეყანა მიიწვის ევროპულ სივრცესთან. აქ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაეროს პროგრამები, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ევროკავშირის ფარგლებში არსებული პროგრამები. ეხლა ამ წუთშიც კი გლდანში არის ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯი, გლდანის კოლეჯი მასპინძლობს ვალიდაციის პროცესს ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით შექმნილი 8 კვალიფიკაციისა, ხდება გადახედვა ნაშრომებისა, მათი თუ საჭიროა კორექტირება, ადაპტირება, იმიტომ რომ ტურიზმი ისეთი სფეროა, რომ საერთაშორისო სტანდარტები უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ კლიენტი, ასე ვთქვათ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დიახ. მას შემდეგ რაც სტანდარტი იქნება მიღებული, შეთანხმებული, შეჯერებული, მოწონებული, იწყება მეორე უფრო შემოტევადი პროცესი, ეს გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა. ანუ როგორ გავზარდოთ ახლა ჩვენ სტუდენტი იმგვარად, რომ ის ამ სტანდარტთან თავსებადი იყოს. აქ უკვე წამყვანი როლი ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუმცა თუ იქაც ჩართულები გახლავან დამსაქმებლები. რადგანაც ჩვენ გვაქვს ტრადიციული პროფესიები, რომლებიც ისწავლებოდა საქართველოში, თუმცა საგნობრივად ისწავლებოდა, ეს კიდე სხვა თემაა, როგორ ისწავლებოდა, მაგრამ სწავლების გარკვეული ტრადიცია ჩვენ გაგვაჩნია ზოგიერთი პროფესიებისა, თუმცა ამ კვლევამ ბაზრისამ გვიჩვენა, რომ არსებობს ასევე პროფესიები, სადაც ჩვენ არასდროს არ ვასწავლიდით. ანუ რეალურად არსებობდნენ, თუმცა მათი სწავლება არ ხდებოდა. ანუ ამ შემთხვევაში ძნელია იპოვოს საგანმანათლებლო დაწესებულება, ანუ სწავლების გამოცდილებელი და დავასახელოთ თუ არის საშუალება კონკრეტულად რა თქმა უნდა, რა პროფესიას გულისხმობთ, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი მსმენელებისთვის თუ რაზე გვაქვს, რაზე ვსაუბრობთ. აქ მე წამოღებული მაქვს ჩამონათვალი, მაგალითად
ეს გახლავთ თუნდაც ხელოვნების მიმართულებით ფლორისტ დიზაინერი, ეს გახლავთ მემინანქრე. რეალურად ამ პროფესიის ჩვენ ცნობილი ადამიანები ყოველთვის ყავდა, თუმცა ფორმალურ განათლებაში ეს არასდროს არ ისწავლებოდა. გახლავთ თქვა ჟურნალისტიკის მიმართულებით, იგივე თქვა მულტიმედია ჟურნალისტები, ზოგადად ჟურნალისტები მზადდებიან უმაღლეს განათლებაში, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ იქნება მოგეხსენებათ ახალი კვალიფიკაციები. ეს გახლავთ სასტუმრო მენეჯმენტის სპეციალისტები. თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი პროფესიები, როგორიცაა საბაჟო საქმის სპეციალისტი, რომელიც ყოველთვის ყავს და ყველა ქვეყანას ყავს საქართველოში, ასეთი კვალიფიკაცია აღიარებული არასდროს არ ყოფილა, ანუ ფორმალურად ეს არსებობდა. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვებ დიზაინერი, ვებ დეველოპერი, სამგანზომილებიანი ანიმაციების სპეციალისტი. ეს გვესმის ჩვენ, მაგრამ ბაზარზე ყავს ყველა თვითნასწავლი, ანუ სვეტში ახ მიღებული განათლება, ანუ ქართული საგანმანათლებლო სივრცე ასეთ კვალიფიკაციებს არ სთავაზობდა. კი ბატონო, ჩვენ სმენელი ყავს, შეიძლება მე განვაგრძოთ. გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო. თუ შეიძლება ბატონო ბძანეთ იცით აი როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება ეს დიზაინერი ეს ყვავილებთან დაკავშირებულია ხო? დიახ. და ეს ძალიან საინტერესოა და მიღება როგორ ხდება რამდენი წლის უნდა იყოს ახლა ხანდაზმული ცოტა მეტი ასაკი შეიძლება? კი. დიდი მადლობა ქალბატონო რომ გვირეკავ. ბატონო ძალიან სასიამოვნოა შეკითხვა, რაც ხას უსვავს რომ სმენელს ინტერესი გააჩნია ამ მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად პროფესიული განათლების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ასაკის ზედაზღვარი შეზღუდული არ აქვს. გვაქვს ქვედაზღვარი, ეს გახლავთ მინიმუმ 9 კლასის განათლება, ანუ საბაზო განათლება, საბაზო განათლების შემდეგ ნებისმიერ პირს აქვს არჩევანის უფლება. ან განაგრძოს სწავლა სკოლაში, ან განაგრძოს პროფესიის შესწავლა, ან განაგრძოს ეს ორივე პარალელურად. ანუ ახალი კანონმდებლობა, ახალი ცვლილებები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება ფლორისტს, ეს ინტერესი ქონდა ქალბატონს და მოდი ვპასუხოთ, სანამ ზოგად თემებზე ისევ გადავალთ. ძალიან საინტერესო პროფესიაა. გავიმეორებ პროფესიის სახელწოდება. ფლორისტი, ეს გახლავთ ყვავილებთან დაკავშირებული, ყვავილების კომბინაცია, თქვა ბუკეტების შექმნა, ძალიან საინტერესოა, იცით, ძალიან ბევრი კვალიფიკაცია, რომელზე მუშაობის პროცესში თქვენ წარმოიდგინეთ, მე თვითონაც გამიშთა ინტერესი იქნება დაუბრუნდე განათლებაში და ვისწავლო. თუმცა ამის მექანიზმი ყოველთვის არსებობს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ფლორისტზე რადგანაც ჩამოვარდა საუბარი, ამ მიმართულების ფასილიტატორი გახლდათ ზურა შევარდნაძე. იცნობთ ალბათ ხო ეს ცნობილი გარდენიას და დამფუძნებელი და მეპატრონე და ამ მიმართულებით თქვენ წარმოიდგინეთ ეროვნული კონკურსებიც კი ჩაგვიტარებია ჩვენ შარშან და შარშანწინ ფლორისტებისა. ასე რომ სწავლა ყოველთვის შესაძლებელია, როგორც გითხარით, წინსწრები განათლება, ანუ საფუძველია მინიმუმ 9 კლასის განათლება და ასაკში ჩვენ შეზღუდულები არა ვართ. რადგანაც ქალბატონს უნდა ალბათ პირდაპირ ფლორისტის საქმე ისწავლოს, მაშინ მოგახსენებთ ვის მიაკითხოს კი რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს? საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას სექტემბერში. ეხლა მიმდინარეობს სწორედ დაუბრუნდეთ იმ თქვენ შეკითხვას, რომელიც დასვით მათი მზაობის თემას. სექტემბრამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ამ პროგრამების დანერგვისათვის. თვითონ პროგრამასთან დაკავშირებით ალბათ მოგვიანებით მექნება საშუალება ვისაუბროთ საგნობრივ და მოდულურზე და თუ ქალბატონი მოგვისმენს გადაცემის ბოლომდე ბევრ რამეს გაიგებს მისთვის სასარგებლოს ამ ნაწილში. მაშინ საუბრობდით სანამ ქალბატონი დაგვირეკავდა პროგრამებთან დაკავშირებით ტრადიციულ საგნობრივ პროგრამებსა და თქვა პარალელს ვავლებდით იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლავთ ავაზოთ. აქ ყოველთვის შემოდის მოქნილობის თემა. რას ნიშნავს მოქნილობა მოდულური პროგრამების ფარგლებში? ანუ მოდულური ეს სიტყვაც ალბათ ახალია, რა არის? მოდით განმარტოთ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რა არის მოდული და რა უპირატესობა აქვს თუნდაც იმ ტრადიციულ პროგრამებთან საგნობრივ პროგრამებთან შედარებით.
მოდულს განათლების სისტემაში ორი დატვირთვა აქვს და რომ განვასხვაოთ ეს ორი, უმაღლესი განათლებისათვის მოდული ეს არის მსგავსი საგნების ერთობლიობა. პროფესიულ განათლებაში მოდული ეს არის მინი სასერტიფიკატო პროგრამა. ანუ თითოეული მოდული ცალკე აღებული, ანუ პროგრამა, ასე ვთქვათ, საკვალიფიკაციო პროგრამა შედგება რამოდენიმე მოდულისაგან, მაგრამ ცალკე აღებული თითოეული მოდული, ასე ვთქვათ, არის ცალკე აღებული ტრენინგ კურსი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცალკე იხდის ხოლმე თანხებს. ასეთი ტრენინგი, ვთქვათ, 2 დღიანი, 3 დღიანი, 1 კვირიანი, შეიძლება იყოს მაგალითად ორისის პროგრამის ტრენინგები, ბუღალტრული პროგრამის ტრენინგი, ხშირად ხედავთ ხოლმე ქალაქში განცხადებებს, რომ ასე ტრენინგ კურსებს გთავაზობთ. სწორედ ეს ტრენინგ კურსები გახლავთ ცალკე აღებული მოდულები. ანუ თავისი არსით მოდული ეს არ არის საგანი, დისციპლინა, რასაც ჩვენ ვასწავლეთ, არამედ ეს არის დასრულებული უნარის ცოდნისა და უნარის მიწოდების შესაძლებლობა. საგნობრივ პროგრამას თუ კი შევადარებთ, საგნობრივი პროგრამა რაღაც მაგალითის კონკრეტული რომ მოვიტანოთ თუ შეიძლება. საგნობრივი პროგრამა აგებული იყო სასწავლო დისციპლინებზე და აუცილებლად ის მერე მოქმედი კანონმდებლობითაც შეიცავდა პრაქტიკის კომპონენტს. ანუ სტუდენტმა ისწავლა წელიწად ნახევარი რაღაც საგნები და ბოლოს მას ჰქონდა, ვთქვათ, 2 კვირიანი თუ 3 კვირიანი პრაქტიკები. პრობლემა გახლავთ ის, რომ ამ პრაქტიკების ნაწილში ხშირად ის ვერ ხედავდა კავშირს თეორიასთან, რაც ისწავლა და ხშირად ჰქონია შეკითხვები. ფიქტიური სახე ჰქონდა. დიახ, ხშირად ჰქონია შეკითხვა, რატო უნდა ვისწავლო ეს და რაში გამომადგება ჩემს მომავალ პროფესიაში. რაც შეეხება მოდულს, ახლა მოდულში ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და თეორიას ვაწვდით იმ დოზით, რაც მოცემული პრაქტიკული უნარისათვის ჭირდება. ანუ თვითონ მიხვდება ის, რომ ვერ აკეთებს, სანამ ვინმე ინსტრუქტაჟს არ ჩაუტარებს. ანუ თეორია ამ ინსტრუქტაჟით შემოიფარგლება, ანუ მთლიანად კანონის გვეუბნება პროფესიული განათლება, ეს არის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული განათლება. შესაბამისად, იქ ვთქვათ, ფართო და ზოგადი თეორიული კურსების შეტანას აზრი არ აქვს. აი მაგალითი მთხოვეთ და შემიძლია მოგახსენოთ, რომ მზარეულის პროფესიაში, თუ გითხრათ, გიდათ გამოხვიდეთ მზარეული, საგნობრივი პროგრამებით ისწავლეთ კულინარიის ისტორიას, ვთქვათ, საკვები კომპონენტების შეხამების თეორიას და რაღაცას, რაც რეალურად დაგავიწყდებოდა, სანამ სამზარეულოში შეგიყვანდნენ რაღაცის საკეთებლად. ეხლა თქვენ პირდაპირ მოდული გთავაზობთ, მაგალითად, ქართული კულინარიის, ვთქვათ, წვნიანი კერძები, დესერტები და ასე შემდეგ, ანუ ესა დასრულებული. თუმცა თუ კი ინტერესის მიხედვით შეისწავლიან და გადავლებენ თვალს იმ კლასიკურ მეთოდებსაც, არ იქნება ცუდი მე. არა, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ძველი კლასიკურიდან არაფერი არ იკარგება. ერთადერთი, მაგალითად, თუ კი ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში ორიენტირებული ვივართ დესერტებზე, ჩვენ ვსწავლობთ დესერტებს. შემდეგი 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ წვნიანებზე, ან ჩინურ კერძებზე, ან ფრანგულ კერძებზე, ან ქართულ კერძებზე და ამ შემდეგ. ანუ ეს ძალიან მოქნილია და მოქნილი რატომ არის მეორეს მხრივ. სწორედ აი ჩვენი, ვთქვათ, კითხვის დამსმელის ქალბატონს ალბათ დაინტერესებს, თქვენ სულაც არ ახართ ვალდებული მთელი პროგრამა თავიდან ბოლომდე გაიაროთ. ანუ საგნობრივი პროგრამა არ გაძლევდათ საშუალებას, ვთქვათ, მე მხოლოდ დესერტის კეთებაზე მინდა გავიარო, ის იმდენად იყო გაბნეული მთელი პროგრამის განმავლობაში, გინდოდა თუ არ გინდოდათ, ეს 2 წლიანი პროგრამა უნდა გაგევლოთ თავიდან ბოლომდე. მოდულში უკვე ეს კონცენტრირებულია და შეგიძლიათ მხოლოდ ერთი მოდული გაიაროთ. ანუ თქვენ თუ გინდათ რომ გქონდეთ ფორმალური დიპლომი, რომელშიც გიწერიათ რომ გაქვთ მზარეულის კვალიფიკაცია, მაშინ უნდა გაიაროთ ყველა მოდული, რომელიც ამ პროგრამაში მოიაზრება. მაგრამ თქვენ თუ ხართ დიასახლისი, თუ გაქვთ ინტერესი იგივე ფლორისტიკაში, სულაც არ ახართ ვალდებული გაიაროთ მთელი პროგრამა, მხოლოდ ის მოდული, რომელიც თქვენთვის საინტერესოა და ეს არსად არ იკარგება. ამაში თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს, რა თქმა უნდა ვერ მიიღებთ დიპლომს, იმიტომ რომ დიპლომი უდრის კვალიფიკაციას, მაგრამ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს და ეს. თქვენ შეგიძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწავლოთ. მათ შორის, თუ კი თქვენ უკვე მიღებული გაქვთ უმაღლესი განათლება, ვთქვათ, ფინანსებში ან მედიცინაში, იქ აუცილებლად ისწავლიდით, ვთქვათ, უცხო ენას, იქ ისწავლიდით ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კომუნიკაციას და ასე შემდეგ. რაც ისწავლეთ, ეს უკვე ჩაგეთვლებათ.
რაც არ გისწავლია და დაგჭათ. მხოლოდ იმ ნაწილს ისწავლეთ, თუ გიგსურთ მთელი კვალიფიკაცია. თქვენ შეგიძლიათ წელს ისწავლოთ ერთი რომელიმე მოდული, თუ ეს თქვენს დასაქმებას ხელს უწყობს. მაგალითად, პროფესიულ განათლებაში ძალიან დიდი წილი ჩვენ გვყავს უმაღლეს დამთავრებულებისა. რეალურად ეს რატომღაც ქართულ მენტალობაში ზის, რომ ის უნდა გაიქცეს სკოლიდან მაშინვე უმაღლეს განათლებაში და მე რეალურად უბრუნდებიან პროფესიულ განათლებას, როცა მიდიან ბუღალტერიის კურსებზე, როცა ბრუნდებიან უცხოენის კურსებზე, IT-ის კურსებზე, ანუ იხადეს ფული 4 წელი და მე კიდე იხდიან ფულს იმისათვის იმუნარების შესაძლებლად, რაც დასაქმებლად ჭირდება. ესაა სწორედ პროფესიული განათლება. ანუ ისწავლე ის, რაც შენ დასაქმებას სჭირდება. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ ერთი მოდული ნაწილი მოდულებისა, ანუ უნარებისა იღიაროთ, იმიტომ რომ მდგომარე რაც ვიცი და ორჯერ არ უნდა ვისწავლო. ნაწილი შეიძინოთ, შეიძლება წელს მხოლოდ 2 მოდული გაიაროთ. ნაწილი დავგეგმოთ. იმდენად მომეწონა ახლა მე შენ ფლორისტიკაში გავლილი მოდული, მინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება და პროფესია დაუკავშირო მომავალში ამ საქმეს. როცა გინდათ დაუბრუნდით პროგრამას. გაიარეთ დამატებითი მოდულები და მიიღეთ კვალიფიკაცია. ხშირ შემთხვევაში ასეთი მაგალითად ბაბუა ყავს მეფუტკრე ოჯახს, აქვს ტრადიცია თაფლის წარმოების. თქვენ თუ გსურთ მეფუტკრის კვალიფიკაცია მიიღოთ, ძალიან ბევრი რაღაცა უკვე გაქვთ შეძენილი არაფორმალური განათლების ფარგლებში. ეს გიღიარდებათ დაუყოვნებლივ. ანუ კი არ უნდა იჯდეთ აუდიტორიაში და ისწავლოთ. მიხვალთ დაადასტურებთ ამას, გეტყვიან, ხო პრაქტიკული უნდა მოაჩვენე როგორ აკეთებთ. როგორც კი დაადასტურებთ, თქვენ ეს გიდასტურდება და რაც დაგჭათ მხოლოდ იმას ისწავლეთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ვისაც ამის ტრადიცია არ აქვს, დასჭირდეს წელიწადი, მაგრამ ვისაც ამის ტრადიცია აქვს, ერთ თვეში მიიღოს დიპლომი. ეს ძალიან მოქნილი სისტემა გახლავთ. კი ბატონო, მე რადიოს მალებს ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონებს შევახსენებთ, მეგობრებო, თქვენ უსმენთ გადაცემას ისევ განათლების საკითხებზე და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ბატონი კახა ერაძე. თუ სურვილი ძლიერია, საქმეც უნდა გამოდიოდეს. ილია ჭავჭავაძე. თუ შეიძლება ახლა შეფასების შესახებ ვისაუბროთ, შეფასების სისტემა როგორია, იქნება და ისედაც ახლა როდის იწყება მაინც უფრო ინტენსიურად დანერგვა ამ პროგრამისა და რა მოსამზადებელი სამუშაოები და ღონისძიებები ჩატარდა და ტარდება მის ფარგლებში. კი ბატონო. ну ფორმალური განათლება, მაინც ფორმალური განათლება და ხშირად უკავშირდება იმ რუტინულ მუშაობას, სამუშაოს და განსაკუთრებით არასასიამოვნო რას გახლავთ, ესაა შეფასება. გამოცდები და გამოცდები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვიყვარს. პროფესიულ განათლებაში შეფასების სისტემაც იცვლება ასევე შეფასებასთან ახალი პროგრამების შემოტანასთან ერთად. ანუ ჩვენ თუ დღეს გვაქვს 100-ქულიანი შეფასების სისტემა, როგორც უმაღლეს განათლებაში გვაქვს და რაღაც ქულად დავაგროვე და მივიღე A, B, C, D და ასე შემდეგ. ლოგიკურია ჩნდება შეკითხვა, მაგალითად რომ ავიღოთ ელექტრიკოსი და 51 ქულა ითვლება რომ ეს გამსვლელი ქულაა, ხო დადებითი. რას ნიშნავს 51 ქულად შეფასებული, თქვა დაყენებული შტებსელი? ანუ რა უნდა გავაკეთო? ისეთი რომ ოფიცერო გადავიდეთ და გასაგები იყოს ჩვენის მენეჯერისთვის. ხო, როგორ უნდა დავაყენო ჩამრთველი იმგვარად 51 ქულა მივიღო დადებითი, მაგრამ არ არის ჯერ კიდე 100 ქულა. წარმოგიდგენიათ? ანუ შეფასების ეს სისტემა ადეკვატური აკადემიური განათლებისთვის, თუმცა სრულად არაადეკვატურია პროფესიული განათლებისთვის. ანუ აქ სისტემა მარტივდება და გადავდივართ დადასტურდა არ დადასტურდას პრინციპით. ანუ თქვენ ამზადებთ რაღაც პროდუქტს, ქმნით რაღაც პროდუქტს, რაღაც კულინარიის გარშემო ვისაუბრეთ, მაგალითად გამოაცხოთ ნამცხვარი, ერთხელ არ გამოგივიდათ, ორჯერ არ გამოგივიდათ, ეს არაფერს არ ნიშნავს, თქვენ უნდა ცადოთ რამდენჯერმე და შეფასება ამასაც გულისხმობს, შეიძლება ერთხელ გამომივიდათ და ეს შემთხვევითობა იყო, ხო? იმისაც რომ ჩვენ დავწმუნდით, თუ რამდენად გამომდის და ბოლოს თქვენი შეფასება იქნება, რომ ეს უნარები თქვენ დაგიდასტურდათ. არის წერება 5-იანი, 4-იანი, 100-იანი, 90-იანი
დაუდასტურდა ეს უნარები ადამიანს, რაც არის მთელი შეფასების თავი და ბოლო. რამდენად კვალიფიციურად გამოვაცხეს ნამცხვარი, ამაზე არ არის არაფერი. ეს არის. ანუ ჩვენ ვახსენებთ პროფესიული კი, ჩვენ ვახსენებთ პროფესიული სტანდარტები. პროფესიული სტანდარტების შემადგენელი ნაწილი გახლავს შეფასების სტანდარტები. და შეფასების სტანდარტები ზუსტადაც რომ განსაზღვრავს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რასაც პროფესიონალის მიერ შექმნილი პროდუქტი ან გაწეული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს. და შეფასების სტანდარტში პირდაპირ ამიტებული გემოვნული თვისებები, ვიზუალური და ასე შემდეგ, ესა კრიტერიუმები, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა იქნას, რათა თქვენ დადასტურდა მიიღოთ ბოლოს. ანუ ეს საკმაოდ კარგად გაწერილია და ეს ემსახურება ძალიან დიდ მიზანს. რომელიმე კომპონენტი არ დადასტურდა. თუ რომელიმე კომპონენტი არ დადასტურდა, ეს პირს აძლევს საშუალებას მიიღოს ნაწილობრივი კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში იმას შეუძლია დასაქმდეს იმ უნარების გამოყენებით, რაშიც დაუდასტურდა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს პროფესიულ განათლებას ან მოითხოვოს იმ დაუდასტურებელი უნარის დადასტურება. ამის შესაძლებლობა ყველას ყოველთვის აქვს. ანუ სისტემა გახსნილია და არასდროს არ იკეტება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეფასებას უკავშირდება, ეს არის კვალიფიკაციების ერთგვაროვნება. თქვენ წარმოედგინეთ ახლა თქვათ საგნობრივ პროგრამებში თელავში რთული გამოცდა ტარდება, ბათუმში ადვილი გამოცდა ტარდება, ქუთაისში არაუშავს, თბილისში ძალიან მკაცრები არიან და ასე შემდეგ. გვაქვს სასწავლებლების მიხედვით. რადგანაც ჩვენ გვაქვს შეფასების სტანდარტი, ეს ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი მთელ საქართველოში ამ სტანდარტის მიხედვით უნდა შეფასდეს. და სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნარი შეამოწმეთ ტესტით, ეს უნარი პრაქტიკული დავალებით, ეს უნარი, თქვათ, პროცესზე დაკვირვებით, ანუ დააკვირდით როგორ აკეთებს და ვერც ერთი სასწავლებელი სხვაგვარად ვერ შეაფასებს. ანუ შეფასების ერთგვაროვნება ბოლოს უზრუნველყოფს მინიჭებული კვალიფიკაციების ერთგვაროვნებას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა მან მზარეულის კვალიფიკაცია სად მიიღო, თქვათ, მესტიაში, თბილისში თუ თელავში, ეს ერთსა და იმავე რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ შეფასება იყოს ზუსტად ერთნაირი, იდენტური ერთნაირი სირთულისა და ერთნაირი პრინციპებისა. როგორ ვაპირებთ დავიცვათ ჩვენ ეს ერთგვაროვნება? ეს იქნება უკვე ხარისხის უზრუნველყოფის თემა. ანუ სასწავლებელი ვალდებულია შეინახოს მტკიცებულებები, რაც სტუდენტმა შექმნა შეფასების პროცესში და მას როდესღაც აუცილებლად შეამოწმებენ. თქვენ რომ მიაინჭეთ კვალიფიკაცია, თქვათ, კახაერაძეს, მაჩვენებლის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტეთ, რომ ის კვალიფიციური იყო. ანუ ეს რაც შეეხება შეფასების ნაწილს. და მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ სამზადისთან დაკავშირებით, როდის ვაპირებთ ამას? მოგახსენებთ, რომ ჩვენ მზადა გვაქვს უკვე 52 ახალი სუსტად ამ მიდგომით შექმნილი მოდულური საკვალიფიკაციო პროგრამა და თქვენ წარმოედგინეთ, რამდენადაც დიდია გამოწვევა ამ 3 წლის ნამუშევრის უკვე რეალურ შედეგების, ანუ ჯერტი ძალიან დიდი პარტივი მაქვს, რომ მე საზოგადოებას ვესაუბრო და შევთავაზო, რომ უმოკლეს ხანში ეს ძალიან პოზიტიური შედეგი და სიკეთე განათლების სისტემისა თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, იმიტომ რომ ქართულ სინამდვილეში ეს პირველად ინერგება და მეორე მხრივ ესა უზარმაზარი სიამოვნება იმისა, რომ ჩვენი რუტინული შრომა ბოლოს და ბოლოს რეალურად დაინერგება და საზოგადოება ამ სიკეთეს დაინახავს. არ მახსენდება ასეთი ერთსულოვნება, როგორც მასწავლებლებისა, დაწესებულების ადმინისტრაციისა, განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა იურიდიული პირებისა. ჩვენი პროგრამის მოვალეობა გახლავთ განვავითაროთ ახალი სტანდარტები და პროგრამები. აქ თითქოს და მთავრდება. მაგრამ მასწავლებლის სახლი, რომელიც გვაქვს ხო მასწავლებლის პროფესიული განვითარების, მასწავლებლის სახლი თქვენ წარმოედგინეთ როგორი მონდომებით და ასე ერთად ჩვენ მუშაობთ უკვე ამ ჩვენი პროფესიული მასწავლებლების გადამზადება, როგორ ვასწავლოთ მოდულური პროგრამები. პარალელურად მივდევთ ერთმანეთს. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. ისევ ერთად მუშაობთ, ანუ გვეკითხებიან ამ პროგრამაში რა გჭირდებათ და ჩვენ ვეუბნებით, რომ პროგრამის განვითარებისთვის მე აი ესენი მჭირდება. სხვა შორის სტანდარტი ამასაც მოიცავს იმ მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს, რაც პროგრამის სწავლებისთვის აუცილებელია. სხვათა შორის სტუდენტზეც გათვლილიც კი. მაგალითად, იმისაც რომ ზარეულად გავზარდო, ერთ სტუდენტზე მჭირდება ამდენი კილოგრამი ფქვილი, ამდენი ვანილი და შავი წიწაკის დონეზეც კი გაწერილია.
ის მინიმუმი რაც სტუდენტის სწავლას სჭირდება და ინფრასტრუქტურის ვინ უზრუნველყოფს ამ მინიმუმს? ამ მინიმუმს უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში სახელმწიფო ბიუჯეტი და ამისთვის გამოყოფილია თანხები. ხოლო კერძო სასწავლებლებში თვითონ კერძო პროვაიდერები და რადგანაც საქართველოს ბიუჯეტი კი თანხების ზრდადია, პროგრესირებადია თანხის მოცულობა პროფესიულ განათლებაში, მაინც ჩვენ წელსვე ვერ შეძლებთ 102 პროგრამის დანერგვას, იმიტომ რომ ეს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციას უკავშირდება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. კავშირში არა ჩამოთვალეთ და ამიტომ უნდა გადავამზადოთ მასწავლებელი, უზრუნველყოთ სახელოსნოები, აღჭურვილობა, სახარჯი მასალები და ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ შევარჩიეთ 52 პროგრამა, რომელიც წელს დაინერგება. გაისად უფრო მეტი დაინერგება, ხოლო 2017 წელს მთელი პროფესიული განათლება გადავა მოდულურ სწავლებაზე. მთლიანად. რის მიხედვით შეარჩიეთ ეს პროგრამები, ბატონო კახა? ეს პროგრამები, რომელი 52, რომელსაც წელს ნერგავთ, აქ ხედველობაში მქონდა რამოდენიმე კრიტერიუმი. პირველი, თვითონ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მიმართულებით სწავლების გამოცდილება. ანუ მეტნაკლებად არსებობდნენ თუ არა მასწავლებლები, რომლებსაც ამ პროფესიებში უსწავლებიათ. მზაობა ბიზნესისა, ასევე ჩართული იყოს მოგეხსენებათ, რომ ბევრი პროფესია, რომელიც ფორმალურად არ ისწავლებოდა, ბიზნესებმა თვითონ გახსნეს თავიანთი სასწავლო ცენტრები. მაგალითად, გამყიდველ კონსულტანტების, თქვა რამდენადაც ვიცი, Goodwill-ს აქვს თავისი ტრეინინგ ცენტრი, ბანკებს აქვს თავიანთი ტრეინინგ ცენტრები. დღეს უკვე ჩვენ ვთავაზობთ ფორმალური განათლება, გამყიდველ კონსულტანტის კვალიფიკაციას, მოლარე ოპერატორის კვალიფიკაციას, ბანკის ოპერატორის კვალიფიკაციას. ანუ ბიზნესი თავისუფლდება ამ ტვირთისაგან, რომ თვითონ შექმნას საგანმანათლებლო დაწესებულება. მით უმეტეს რომ მათი მზაობა არის მათი მზაობა არის და ესეც ვიქონიეთ ხედველობაში რამდენად მათი მზაობა იყო ჩართულიყვნენ ჩვენთან ერთად სწავლების პროცესში და მეტნაკლებად რამდენად ჰქონდა თქვათ ინფრასტრუქტურული მზაობაც. მაგალითად თუ საუბარი არის მაღალ ტექნოლოგიების სწავლებაზე და მას სჭირდება გარე სახელოსნოები, რთული სახელოსნოები, იცით რომ 92 წლის მერე ეს მთლიანად დაინგრა ყველაფერი, ნელ-ნელა და გაპარტახდა ეს პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სახელოსნოები, იქ თუ რამე შეერჩა მოქმედი აღარაა და ყველაფერი ეს აღჭურვილი უნდა იქნას. ჩვენ გავთვალეთ რისი შესაძლებლობა წელს ბიუჯეტს ჰქონდა და შევჯერდით ამ 52 კვალიფიკაცია. 52 პროგრამაა ნამდვილად. 52 ძალიან ამბიციური და ძალიან მოცულობითი, თუმცა ვისარგებლებ მე და მადლობას გადავუხდი ყველას დამსაქმებელს და ყველა იმ სააგენტოს, რომლის გარეშეც ეს ჩვენი 3 წლის ნაშრომი დღის შუქს ვერ იხილავდა. მადლობა იგივე მასწავლებლის სახლს, ინფრასტრუქტურას, მადლობა სამინისტროს პროფესიულ დეპარტამენტს, რომელიც მოგდევს საკანონმდებლო ცვლილებებითაც, მოგეხსენებათ. უნდა იყოს გამყარებული კანონი. კი, ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ ასეთი კონსოლიდირებული და ერთსულოვანი შეკრება ერთი თემის გარშემო მე კარგახანია არ ვინახავს და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ, მაგრამ აი მონიტორინგი როგორ მოხდება ამ პროგრამის, ახალი პროგრამების ხარისხის? ახალი პროგრამების ხარისხი ანუ უზრუნველყოფა, თქვათ, რამდენად ისინი არის? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხი თუ კი ვსაუბრობთ პროცედურულ ნაწილზე, ჩვენ სრულად დაცული გვაქვს პროცედურა, რომ ჩვენს ხელში იყო მეთოდოლოგია, რომელიც უნდა დაგვეცვა. მეთოდოლოგიის დაცვა თვითონ გახლავთ გარანტია იმისა, რომ ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ თუ მეთოდოლოგია გეუბნებათ, რომ ჩართეთ დამსაქმებელი და თქვენ დამსაქმებელს ჩართავთ, ეს ნიშნავს, რომ მიიღებთ იმას, რაც დამსაქმებელს უნდა. მეორე მექანიზმი გახლავთ ვალიდაცია, რომელიც ვახსენეთ. ვალიდაცია აუცილებლად გახლავთ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. მესამე გახლავთ უკვე ის მონიტორინგი, რომელსაც ჩვენ დანერგვის პროცესში განვახორციელებთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მონიტორინგი გაიგება თითქოს მოდის ვიღაც, რომელიც გამოწვევს და გიპოვის ხაროს. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში მოდულური სწავლება ეხლა ინერგება და ჩვენი მონიტორინგი მთლიანად იქნება დახმარება. მონიტორინგი მარტო ჩვენი გეგმით კი არ უნდა შეგიძლიათ. თვითონ უნდა მოითხოვოს სასწავლებელმა, რაც უჩის დაჭირდება, რომ იქნებ მოხვიდეთ და დამატებით კონსულტაციები მოგცეთ. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ ამაზე და ვერ წარმოიდგენთ, რომ ამხელა არმია პროფესიული მასწავლებლებისა რამდენად ენთუზიაზმითაა განწყობილი პროცესის მიმართ და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. ძალიან გამიხარდება, თუ კი სექტემბერში ან ოქტომბერში ჩვენ ისევ შევხვდებით ამ გადაცემაში და შემეძლება დანერგვის პირველი ეტაპების შესახებ ინფორმაცია. კი ბატონო, კი
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, აი თქვენი პროგრამის ფარგლებში არ ვიცი ეს რამდენად ხდება თუ არა, პედაგოგებისთვის გარკვეული ანაზღაურების მომატების საკითხი ხომ არ არის ამ პროგრამაში გათვალისწინებული? აი რაიმე სახით მაინც თქვათ. ჩვენი პროგრამა პირდაპირ ამას არ ითვალისწინებს. ჩვენი პროგრამის მიზანი არის შევქმნათ სტანდარტები და პროგრამები. რაც შეეხება პროფესიული განათლების მასწავლებლის ანაზღაურებას, ეს ცდება ჩვენს კომპეტენციას, თუმცა მასწავლებლის დატვირთვა მოდულური პროგრამების სწავლების შემთხვევაში არსებითად იზრდება, რაც ანაზღაურების ავტომატურად. და რაც შეეხება გადამზადებას, ეს თანხებთან თვითონ იხდის მასწავლებელია მას? არა, ეს ამას პროგრამაში მასწავლებლის სახლს გააჩნია ისეთივე პროგრამა, როგორც ჩვენ გვაქვს კვალიფიკაციების პროგრამა და ეს პროგრამაც ითვალისწინებს თანხებს მასწავლებლების, როგორც კერძო, ასევე საჯარო პროვაიდერების მასწავლებლების სრულიად უსასყიდლო გადამზადებას. და მაინც მინდა კითხოთ, ბატონო კახა, თვითონ სასწავლებლები არიან კი მზად ხა მოდულების განსახორციელებლად, ხომ არ იყო პრობლემური, აი რა ჩიხი ხომ არ შეიქმნა, ან ხომ არ არის ამისი პერსპექტივა გარკვეული? ყოველი თვითონ ამ პროცესში ყველანაირად გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ყოველი სიახლე გამოწვევა. ახლა ჩვენ როგორ გავაკეთეთ მზაობის უზრუნველსაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი თვითონ იყვნენ ჩართულები იმ პროცესებში, რომელიც სამზადისს უკავშირდება. და ყველა პროგრამა, რომელიც კი დაიწერა, სასწავლებლების, ანუ მოქმედი მასწავლებლების ჩართულობით იქნა შექმნილი. ანუ თვითონ არიან ისინი შემოქმედები იმ პროდუქტისა, რომლის დანერგვაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ჯამში 1000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა, რეალურად 1000-ზე მეტი მასწავლებელი იყო ჩართული მოდულების შექმნაში, ასე რომ ისინი მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან ადვილი. ახლა გარედან როცა დაინახავ, რთულად გეჩვენებათ. როცა შენ თვითონ შექმენი ეს მოდული, უკვე მისი განხორციელება ძალიან ადვილია. რაც შეეხება ადმინისტრაციას, მინდა გითხრათ, რომ ჩართულობის ხარისხი ძალიან მაღალია, კიდევ გუში მქონდა ჩვენ პრეზენტაციები ზოგადი მოდულებისა და ინტერესი იყო უზარმაზარი დაწესებულებებისა და მათ უკვე გამოთქვეს სრული, ჩვენ ვთხოვეთ, რომ იქნებ გვაცნობოთ, თქვა რომელი ამ 52-დან რომელი პროგრამების დანერგვა გსურთ, გამოხატავთ სურვილს და შედეგებმა ყოველგვარ მონოდინს გადააჭარბა, ეს სურვილი ძალიან დიდია. უბრალოდ ჩვენ მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, რადგანაც მაინც დანერგვა პირველი ნაბიჯია, მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, თუმცა მივესალმებით იმ აქტივობას. ეს ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში უფრო მეტ ადამიანს ექნება ხელმისაწვდომობა ამ პროგრესულ სიახლეზე. და მაინც აი ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ჩიხი, რომელიც იყო ალბათ შექმნილი, დიახ. აი როგორ შეიძლება რომ აღმოიფხვრას ამ ახალი მოდულების დანერგვით? რა ჩიხი იყო ეს შემთხვევებით შეგვიძლია? ჩვენ კი ხშირად გვესმის ეს. აი კონკრეტულად გულისხმობს იმას, რომ როცა მე-9 კლასელი გამოვიდა და წავიდა პროფესიულ განათლებაში, მას ჩაკეტილი აქვს გზა უმაღლეს განათლებაში სასასვლელად. არა და საშუალო რგოლი. არა მარტო ხასიათი ხა ბუნებრივია. ძალიან ბევრს უნდა უმაღლესი აკადემიური განათლების მიღება, თუმცა ეს არ უშლის ხელს, რომ მომავალში მიიღოს პროფესიული განათლება, ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუმცა თქვენ შემოსვლამდე ძალიან ისეთ კარგად ახსენით ეს და მინდა რომ ჩვენს ამ კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები იგეგმება და ჩვენ პროფესიულ განათლებას ვხედავთ, აი სტატისტიკას რო შევხედოთ, საშუალოდ ევროპულად 55-დან 60%-მდე ზრდასრული მოქალაქეებისა, რომლებიც დასაქმებულები არიან და ოჯახს არჩენენ პროფესიული განათლებით არიან. ხო, აი გერმანია ვახსენეთ ჩვენ. გერმანიაში 60%-მდე არის პროფესიული განათლების კვალიფიკაციით მქონე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივად. პროფესიული განათლებას ნუ გავიგებთ როგორც ძველ პროფტექნიკუმს, რომელიც ერთგვარი სადამსჯელო ხო არა არც ის იყო ახერხებდა კადრების მიწოდებას საბჭოთისთვის ჩვენს მენტალობაში რომ ეს ხო. ახლა პროფესიული განათლება ახალი გაგებით, ანუ ჩვენი გაგებით ეს არის კავშირი საშუალო და უმაღლეს განათლებას შორის. ანუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც მოერგო ევროპის კვალიფიკაციების, ცოტა რთული ტერმინია ალბათ, ხო? 8 დონე გააჩნია განათლებას. ხო, მათ შორის პირველია ეს საბაზო განათლება, მერე საშუალო განათლება, მერე პროფესიული განათლების საფეხურები, მე-6 ბაკალავრიატი, მე-7 მაგისტრატურა, მე-8 დოქტორანტურა.
პროფესიული განათლება განთავსებულია მესამედან მეხუთე საფეხურამდე. ანუ მესამე საფეხური ეს უთანაბრდება საბაზო განათლებას, მეოთხე საფეხური საშუალო განათლებას, ანუ მეოთხე საფეხურის პროფესიული განათლების მქონე პირი ავტომატურად ნიშნავს, რომ საშუალო განათლების მქონე პირის იდენტურია და მეხუთე დონის პროფესიულ განათლებას ეს გახლავთ მოკლედ ციკლი ბაკალავრიატის ფარგლებში. ანუ სრულიად თავსებადი საბაკალავრო პროგრამის პირველ 2 წელიწადთან მინიმუმ. ანუ ეს არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, ხოლო ის კვლევაზე, ხომ? საბაკალავრო პროგრამაში ვინაც თქვა, რომ პრაქტიკაზე ორიენტირებული არ არის. განა უკეთეს პრაქტიკას გაივლის ბაკალავრიატში, ვიდრე პროფესიულ განათლებაში, თქვა ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირი. ამიტომაც რას ქვია ჩიხების მოსპობა? თუ კი თქვენ გსურთ ეს იგეგმება კანონმდებლობაში და საკმაოდ მალე ეს თრიშუქს იხილავს და მინდა რომ საზოგადოებას მსაუბაც იყოს ამისათვის, ანუ პროფესიული განათლება შევქმნათ როგორც ტრადიციული განათლების კარგი ალტერნატივა. თქვენ შეგიძლიათ მეცხრე საბაზო განათლების შემდეგ გაყვეთ ჩვეულებრივ სკოლას და წახვიდეთ უმაღლეს განათლებაში. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მეცხრე კლასის შემდეგ წახვიდეთ პროფესიულ განათლებაში და შეიძინოთ მხოლოდ პროფესია, ამ დროს თქვენი კვალიფიკაცია იქნება მესამე დონის. თუ კი თქვენ პარალელურად საშუალო სკოლის ადაპტირებულ პროგრამასაც გაივლით, ანუ ვიღებ პროფესიას და პარალელურად გავდივარ პროგრამას ატესტაციის. არასრულ ფასოვანს თქვა, მაშინ სკოლაში დავრჩებოდი ის რომ დავოდა, ხო? ანუ ადაპტირებულს. ანუ მე რაღაც უნარები სკოლაში განმევითარე საგნებით ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, პროფესიულ განათლებაში ეს განმევითარე მოდულებში. იგივე. მე რა რომ ფიზიკა არ მისწავლია, ვისწავლე ელექტროობა. ანუ პროფესიული განათლებაც არის გზა იმისათვის, რომ წახვიდეთ უმაღლესში. რაც შეეხება მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებს, ეს თვითონაა უმაღლესი განათლების, უმაღლესი პროფესიული განათლება, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლების ნაწილი და იქ მიღებული კრედიტების აღიარება შესაძლებელია, თუ კი მე მოინდომებთ უმაღლესში წასვლას. ასე რომ სრულად იხსნება ეს გზაც და მე ვფიქრობ, რომ უკეთესი ალტერნატივა, უფრო მომხიბვლელი ალტერნატივა, ვიდრე ვთქვათ, ტრადიციული. არ მინდა ახლა სკოლა დავაკნინო, მაგრამ რაჯობია თუ კი მე ატესტატთან ერთად მივიღებ პროფესიულ დიპლომს და პროფესიას დავეუფლებ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. ბატონო კახა, მე შევახსენებ რადიომსმენელებს, დღეს ჩვენი სტუმარი გახლდათ ბატონი კახა ერაძე და გისურვებ წარმატებას, ყველამ ვისურვოთ წარმატება, იმიტომ რომ ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ნებისმიერ ჩვენთაგანისთვის, ალბათ ეს პროგრამა ამ პროგრამის განხორციელებაში გისურვებ წარმატებას და მადლობას მოვახსენებ ჩვენს მსმენელებს ყურადღებისთვის. კარგად ანდებოდეთ. ისევ განათლების საკითხებზე